მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ ერთ-ერთი ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ, რომელსაც ქვია წიგნიერების განვითარების ცენტრი. წიგნიერების განვითარების ცენტრი ეხმაურება სწორედ იმ პრობლემებს, რომლებიც საზოგადოებაში დღესდღეობით ძალიან აქტუალურია. არაერთხელ გვსმენია ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რომ წიგნიერება ძალიან დაბალ დონეზეა დღესდღეობით საქართველოში, ახალგაზრდებს და ალბათ არა მხოლოდ ახალგაზრდებს შორის, ზოგადი განათლების თუ უმაღლესი განათლების საფეხურზე თუ სკოლამდელ ასაკის ბავშვებში. ეს მართლაც მწვავე პრობლემაა. ერთ-ერთი ამის პრობლემის ინდიკატორი იყო ის საერთაშორისო ცნობილი კვლევა პირლსის, რომელიც ჩატარდა, თუმცა ამ მიმართულებით კვლევებით არც ისე მრავლად დევს. შესაბამისად, ჩვენ აქტუალური შედეგების შესახებ არ აქვს ინფორმაცია, თუმცა ესე იგი ზოგადი სურათი შეგვიძლია განსაზღვროთ, რომ სხვადასხვა ინდიკატორების ზედაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაბალ დონეზეა დღესდღეობით წიგნიერება საქართველოში. ამას ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება ჰქონდეს და სწორედ აი ამ პრობლემებზე პასუხსაგებად ჩვენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, ძირითადად ახალგაზრდა პროფესორები და მეცნიერები შევიკრიბეთ, რომ შეგვექმნა სპეციალური პროექტები და აგვემუშავებინა ეს პროექტები არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე. ჩვენი ორგანიზაციის მისია სხვადასხვა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში წიგნიერების დონის ამაღლებით, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და ჰუმანური ღირებულებების განვითარების ხელშეწყობა. რამდენადაც ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიგვაჩნია, რომ წიგნიერება არ არის მხოლოდ წიგნების მექანიკური გაცნობა, ეს არის შემეცნებასთან დაკავშირებული ძალიან რთული და მრავალპლასტიანი პროცესი, რაც მხოლოდ როგორც მოგახსენეთ, არ გულისხმობს წიგნებთან მექანიკურ ურთიერთობას. ეს უმთავრესად უნდა ემსახურებოდეს ადამიანების უპირველეს ყოვლისა, ადამიანებს შორის უპირველეს ყოვლისა მარადიული ზოგად საკაცობრიო ღირებულებების განვითარებას და ასევე მოქალაქეობრივი ღირებულებების განვითარებას, რასაც დღესდღეობით შეიძლება სწორედ აი დემოკრატიულ ღირებულებებს ვუწოდებდეთ. ჩვენი მიზნობრივი ჯგუფები არის სკოლამდელი ასაკის ბავშვები, სასკოლო საზოგადოება, სადაც გულისხმობთ არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს და სკოლის მასწავლებლებს, არამედ გულისხმობთ ასევე მოსწავლეთა ოჯახებს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ აი ამ სამი ჯგუფის ინტერაქციით შეიძლება მოგვარდეს სასკოლო საზოგადოებაში პრობლემა. ჩვენი სამიზნე ჯგუფია ასევე განსაკუთრებით რეგიონის სასკოლო საზოგადოებები, ისევ და ისევ მოსწავლე-მასწავლებლები და მათი ოჯახები და ამ მიმართულებით სპეციალური პროექტების დამუშავებასაც გეკმავთ. ჩვენ ასევე ვიმუშავებთ სოციალურად დაუცველი და მიუსაფარი ბავშვებისა და მოზარდებისათვის, რომელთაც არ აქვთ განათლებისადმი ხელმისაწვდომობა ძალიან ხშირ შემთხვევაში, ან თუ აქვთ ეს ძალიან ფრაგმენტულ, ან ძალიან ესეთ ვიწრო ჩარჩოებით არის შემოსაზღვრული. და ასევე ჩვენ ვიმუშავებთ არასრულწლოვანი პატიმრებისთვის, რომლებსაც აქვთ ძალიან ბევრი ძალიან სხვადასხვა ტიპის პრობლემები, რომელთა ანალიზზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ. ჩვენი მიზნებია სწორედ ჩვენ სამიზნე ჯგუფებში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაცია, სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურებზე სამოქალაქო განათლების განვითარების ხელშეწყობა. მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში სასკოლო საგნად უკვე დამკვიდრდა სამოქალაქო განათლება, თუმცა მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა საგნებში, ისეთი საგნები, როგორც არის ისტორია, საქართველოს ისტორია, მსოფლიო ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა და სხვადასხვა ჰუმანიტარული საგნები და არა მხოლოდ ალბათ ჰუმანიტარული საგნები, უნდა იგულისხმებოდეს სამოქალაქო განათლების კომპონენტი. ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობის გაძლიერებას გვეკმავთ. მნიშვნელოვანია, ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ინტერაქციული განათლების განვითარება სასკოლო პრაქტიკებში, რადგან როგორც მოგეხსენებათ, განსაკუთრებით ამ საკითხით დაინტერესებულ ექსპერტებსა და მასწავლებლებს, რომ დღესდღეობით მოძველებულია არა მხოლოდ ზოგადი განათლების, ასევე უმაღლესი განათლების საფეხურზეც მოძველდა
გაკვეთილის ისეთი ფორმატი, თუ ლექციის ისეთი ფორმატი, რასაც ქვია სალექციო ტიპი, როდესაც საუბრობს მხოლოდ ერთი ადამიანი და დანარჩენი მოსწავლეები ძირითადად მას უსმენენ. დღესდღეობით მასწავლებელს ენიჭება ფასილიტატორის ფუნქცია, რაც გულისხმობს მოსწავლეებს შორის სხვადასხვა პროექტების ამუშავებით, პროექტების საშუალებით სწავლებას, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებაც, სადაც აქტიური არის არა მხოლოდ პედაგოგი, არამედ როგორც პედაგოგი, ასევე მასწავლებელი განუწყვეტლი უკუგებას იღებს მოსწავლეებისგან, როგორც სასწავლო პროცესის შეფასების თვალსაზრისით, ასევე საკუთრივ სასწავლო პროცესში ჩართულობის თვალსაზრისით. სასკოლო საზოგადოება ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ასევე სასკოლო საზოგადოებასა და მოსწავლეთა ოჯახებს შორის კომუნიკაციის შესაძლებლობების გაფართოება, ინტერაქციის ხარისხის გაზრდა. მართალია ეს უშუალოდ ესე იგი არ უკავშირდება სასწავლო პრაქტიკას, არ უკავშირდება რომელიმე საგნის სწავლების მეთოდიკას. ეს არის უფრო მეტად ზოგადი განათლების ის სფერო, სადაც უფრო მეტად იგულისხმება სამოქალაქო და სოციალური აქტივობები და ჩვენ სწორედ გვინდა რომ შევქმნათ პრეცედენტი, რომ რამდენიმე პროექტის ამუშავებით სკოლებში დაიწყოს, წახალისდეს, მოტივაცია მიეცეთ სკოლებს, რომ მსგავსი ტიპის კომუნიკაციები, როგორიც არის მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაცია გაძლიერდეს სხვადასხვა სკოლებში, რომ ეს სამივე რგოლი ერთმანეთს უსმენდეს და ერთმანეთის აზრებისა და დამოკიდებულებების გათვალისწინებით, ერთმანეთის მიდგომების გათვალისწინებით ქმნიდნენ ერთიან სასწავლო პროცესს. ჩვენი მიზანია ასევე სკოლის მასწავლებელთა ცოდნის გაღრმავება განვითარებისა და სწავლის თანამედროვე მიდგომებში, შესაბამის თეორიებსა და ინსტრუმენტებში. და ბოლოს ელექტრონული სწავლის ხელშეწყობა სკოლამდელი და ზოგადი განათლების დონეებზე. როგორც თქვენ იცით, დღესდღეობით, უბრალოდ 2000 ჯერ კიდევ 2003 წლიდან ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განათლების სფეროში იყო ელექტრონული სწავლა, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, არის ბევრი მასალა შესაგროვებელი, მეთოდური ესე იგი მხარე დასახვეწი ამ ყველაფრის, არის ბევრი ელექტრონული ინსტრუმენტის განმოქართულება საჭირო და ამ მიმართულებით ჩვენ გეგმავთ მუშაობას. ჩვენი მიზნების შესაბამისი ამოცანებია საგამომცემლო საქმიანობის განვითარება, მაგალითად ნათარგმნი ან ორიგინალური სახელმძღვანელოების შექმნა, ინტერაქციული სწავლისთვის საჭირო მასალებისა და მხატვრული ლიტერატურის ბეჭდური ან ელექტრონული გამოცემების შექმნა. ამ საშუალებით წიგნიერების დონის ამაღლება, მოსწავლეთა და სპეციალური კომპეტენციების განვითარება არა მხოლოდ მოსწავლეთა, არამედ მასწავლებელთა შორის. ასევე უწყვეტი განათლების წვრთნებისა და სემინარების პროგრამების, მათ შორის ელექტრონული ან პირისპირი პროგრამები, შინაარსის მომზადებისა და განხორციელების შედეგად მიზნობრივი ჯგუფების სპეციალური კომპეტენციების განვითარება. ასევე კონფერენციების, ფორუმებისა და ვორქშოპების საშუალებით პროფესიულ საზოგადოებებს ან პროფესიულ და სასკოლო საზოგადოებებს შორის თანამშრომლობითი გარემოს გაფართოება, გამოცდილებების გაზიარებისა და ინტერაქციის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით. და ბოლოს, სოფლის ბიბლიოთეკების მიუსაფარი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდების წიგნებით და წიგნიერებასთან დაკავშირებული მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა. როგორც ხედავთ, ძალიან ესეთი ყოვლისმომცველი მიზნები გვაქვს იმ საფეხურზე, რასაც ქვია ზოგადი განათლების და სკოლამდელი საფეხური. ჩვენ ფოკუსირებული ვართ მასწავლებლების საჭიროებებზეც იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანები ქმნიან იმ სასწავლო გარემოს, რასაც ქვია სწორედ მოსწავლეთა საგანმანათლებლო გარემოს და არა მხოლოდ მასწავლებლებზე, არამედ მოსწავლეთა ოჯახებზე. ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ კონცეფციის დახვეწის შესახებ და ძალიან კარგი იქნება თუ თქვენს უკუგებას მივიღებთ Facebook-ის გვერდზე, რომელსაც ქვია წიგნიერების განვითარების ცენტრი. ასევე ჩვენ ვართ წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, ველოდებით ახალ წევრებს და თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი პროფესიული გამოცდილება, თქვენი საქმიანობა რაიმე ფორმით შეესაბამება ჩვენს მიზნებსა და ზოგად მისიას, თუ თქვენ გაქვთ გარკვეული ენთუზიაზმი ან
უბრალოდ პრაგმატული სურვილი რომ შეეწიოთ რაიმენაირად ამ საქმეს, ჩვენ გეგმავთ სამომავლოდ ძალიან ბევრი საერთაშორისო თუ ლოკალური პროექტის განხორციელებას, შემოგვერთდით ორგანიზაციის წევრად, ჩვენ უახლოეს მომავალში გეგმავთ ყოველკვირეულ სემინარებს, სადაც რომელ სემინარებსაც წარუძღვებიან განათლების სფეროს ექსპერტები და სხვადასხვა სფეროების სპეციალისტები, მეცნიერები, ასევე თქოთ განათლებისა და სწავლის თანამედროვე თეორიის სპეციალისტები და შეგვიძლიათ რომ დაესწროთ ამ სემინარებს იმ შემთხვევაში თუ გახდებით ჩვენი ორგანიზაციის წევრი. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის.